მუშათა მერიის სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სამსახურის უფროსი ბატონი ლავრენტი მერია, რომელსაც მოგვიანებით გავესაუბრებით. ახლა კი გავესაუბროთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. უკაცრავად თუ შეიძლება განუმარტეთ საზოგადოებას რა პრეტენზიები გაგაჩნიათ? როგორ თუ რა პრეტენზიები გენაცვალე, არა, სად გაგონილა სულ ხელფასი, სულ მოგზაურობა, სამჯერად იყვება, რა რიკაცო დავიყადეთ ჩვენ ხალხს არა ვარ პატარა პრობლემა, გასაჭერი, სირთულე არ გვინდა კაცო, თან ისეთ არ გვინდა თან ისეთ სამსახურში მუშაობ, ყოველთვის გვირიცხავენ კაცო ხელფასებს. არ შეიძლება დაგვიგვიანონ ეს ხელფასები, გაგვიყინონ. პატარა გაგვიყინონ ეს ხელფასები, არ შეიძლება დაგვატყდანებები და და შვებულება რომ აიღოთ? ვაიმე გენაცვალე, ახლა ხან დამიმთავრდა შვებულება 6 თვიანი მქონდა აღებული. სად გაგიგი ამდენი შვებულებები? აღარიდა. ნახეთ, ჩვენი კონტრაქტი, აი შეხედეთ, ნახეთ. როგორ წერია ჩვენ კონტრაქტში? ესე იგი სამჯერად იყვება, დასვენება, შვებულება, ხელფასი 2000-დან $3000. რაღაცა შეცდომაში შეგვიყვანეს, ხალხო, სად გაგონილა ამ ხელა? ესე იგი თუ ამ კონტრაქტის რომელიმე დებულებას დაარღვევ, ეგრევე გაწინაურებენ სამსახურს. სად გაგონილა, ხალხო? მე ამას პირადად ვაპროტესტებ. არცადე გახდება. მხოლოდ ეს პრეტენზია გაგაჩნია თქვენ? არა, რატო მარტოე? აი წარმოიდგინეთ, კიდე როგორ რაღაცას ვიკეთებთ. ესე იგი, ჩვენ ხო მუშაობთ აქ, ყველას ძირითადად ოჯახები გვაქვს. ასე გვყავს ჩვენ შვილები და ეხლა უნდათ რომ ჩვენი შვილები ჩაიქრიონ ამ საქმეში. აბა მე მაგას არ ვამბობ. ჩემი შვილი მოიწვიეს თვითონ ჩაიქრეს ბავშვმა რა იცი. წაიყვანეს უცხოეთში, ინგლისში. ასწავლეს, უმაღლესი განათლება მისცეს, ჩააწვეს, დაახურეს, გამოუშვეს და ეხლა პირდებიან ერთწლიანი კურსით კიდევ უნდა გაგიშვათ რომ კაცი გამოხვიდეო. მინდა მე არ მინდა. აი ეს რა გამიკეთეს. თვის ბოლოს უნდა დაერიცხათ ხელფასი. გუშინ ვნახე ბარათი ვნახე და დარიცხული არ არის. არა და თვის ბოლოს უნდა დაერიცხათ რა. მე ავედი უფროსთან გასაბრალად. ისაო ბოდიშიო შეცდომა მოხდაო და თვის ბოლოსო კიდე დაგერიცხავდო. აი ხო შემოგვიდა. მე მინდა ამდენი ხელფასი. მინდა. რა კაცო, კითხე რა. მაგათ თვისბოლოები არ ელევა, თუ თვისბოლოა, ყოველ თვისბოლო გამიგია, არა შეგნები. ძალიან რთული ვითარება. მე მინდა აგრეთვე თქვენ ჩაგეკითხოთ, როგორ ეგუებიან თქვენთან ოჯახში ასეთ მძიმე სოციალურ ფონდს? ესეთი საშინელება ჩემ ცხოვრებაში არ მომხდარა. სახში რომ მივდივარ, ხო? აი რა მივიტანო სახში? ფული მივიტანო სახში. როგორც ხედავთ, ძალიან მძიმე სოციალური ფონია ამ აქციაზე. მე ეს ყველაფერი. სპეციალურად ქრონიკული ამბებისათვის პირდაპირ ეთერში მუშაობდა მალხაზ ჩართვაძე. დაგველოდეთ, არ გადართოთ ხუთშაბათამდე.